დღეს პირველად მოვამზადებ ჭანდილს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს, არასდროს მომიმზადებია. იმიტომ რომ დედა ამზადებდა ყოველთვის. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ჭანდილის მომზადების სხვა ვერსია თუ არსებობს, მაგრამ დაველოდოთ კომენტარებში გამოჩნდებიან და გვასწავლიან ასეთის არსებობის შემთხვევაში. პირველ რიგში უნდა გავარჩიოთ ჩვენი ხორბალი და დავrწმუნდეთ, რომ საღია, გავრეცხოთ და დავადგათ დაბალ ცეცხლზე მოსახარშად. როცა მოიხარშება და წყალს ჩაიშრობს, დედა ყოველთვის ფუთავს თბილად მთელი ღამით. მეორე დილით კი უკვე შეგვიძლია შევანელოთ. მოხარშალ ხორბალს, რომელსაც აქვს ცოტა წვენი, ვამატებთ შაქარს, შაქარი რომ დადნება წვენი კიდევ უფრო გაჩნდება, დავამატოთ არომატისთვის ნატურალური თაფლი, შემდეგ ნიგოზი, როგორც დაკეპრილი ისე მთლიანი, გარეცხილი და გასუფთავებული ქიშმიში და სურვილი შემთხვევაში 1 კოზი ხსნადი ყავა. სურვილი შემთხვევაში დავამატეთ ვანილიც. რამდენიმე კუთხეში გამისინჯავს და ასეთი გემრიელი მართლა არ ყოფილა. თქვენ კი თქვენი ვერსიები გაგვიზიარეთ კომენტარებში.